გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოციალურ წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ერთ-ერთი საკითხი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ფულად დახმარებას ეხებოდა, რომელიც 100 ლარით გაიზარდა. თუმცა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში აღარც ერთი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი აღარ ცხოვრობს. ცვლილება კი საკრებულოს თავმჯდომარემ იმით ახსნა, რომ ერთადერთი ვეტერანი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სწორედ ამ საკითხზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. თუმცა საკრებულომ ამ ნაწილის სოციალურ წესში ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირა. სოციალურ წესში შევიდა ცვლილებები, აქ იყო თაღები, რომელიც გადაეცემა შეზღუდული შეძლებების პირებს, სამამულო ომის ვეტერანებს და ამათ ჰქონდათ ზუსტად სამამულო ომის ვეტერანებზე, ზუსტად მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა ბოლო წარმომადგენელი და მოხდა ისე, რომ ეს საკითხი შემოვიდა, ამას ვსტოვებთ. ეს არის ბევრი თემები, რომლებიც მაგალითად ზოგიერთ მუხლში საერთოდ არ ხდება მისი გახარჯვა, მერე წლის ბოლოს ხდება მისი აკუმულირება და გადატანა სხვა მუხლში. ეს პრობლემა არ არის და ამით უნდათ რომ აჟიოტაჟი შეექმნათ, მაგრამ საკმაოდ კომპეტენტური პასუხი გასცა შესაბამის საფეხურის წარმომადგენელმა დიანა ბერიძე.